საღამო მშვიდობისა მოგესალმებით, ეს ღია ეთერი, და მე მის წამყვანი მიხეილ კოხოძე გახლავართ. კიდევ ერთხელ გამარჯობა, მე შეგახსენებ ჩვენი ეთერის ნომერს, სანამ ჩვენ სტუმარს წარგიდგენთ ვინც არის. მაშასე თუ გსურთ ჩვენს სტუმართან რომ გაიგებთ მე დარეკვა კითხვების დასმა რაღაც გარკვეული აზრის ჩამოყალიბება მასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2 ან მოგწეროთ SMS-ები 9 33 40 9 33 41 9 55 მაშასე ჩემი დღევანდელი სტუმარია ვეკო გავაშელი მომღერალი გამარჯობა ვეკო მოგესალმები როგორ ახარ ვეკო ჩვენივრად ძალიან კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით ძალიან გამიხარდა დღევანდელი დღით რომ ეს რაღაცა მომიწვიეთ დიდი მადლობა არაფერს ჩვენ წარმატებებს უსურვებთ თქვენს ესე რომ თქვა ტელევიზიას ტელევიზიას ყველაფერს ვეკო მოდი მაშინ დავიწყოთ ხო მე მაინტერესებს შენ ხარ მომღერალი რა ასაკში დაიწყე სიმღერა ბავშვობით ამღერი ხა ეს ზუსტად ასაკი არ მახსოვს მაგრამ რაც მახსოვს უმღერი ჩემი ცხოვრება კი ბავშვობაში როგორ მღეროდნენ კაცალებდნენ არა არ მაძალებდნენ სულ მღეროდი ყველგან და სადაც ვიყავით ამ სკოლის პერიოდშიც ისე სადაც არ უნდა ყოფილიყავი ყოველთვის ესე მღეროდი და პატარა ჭრიჭინას მეძახდნენ ხო დაიბადე მომღერლად რომ ალბათ არ ვიცი მე მაინტერესებს დაიბადე მომღერლად გაიზარდე სულ მღეროდი ჭრიჭინაც შეგარქვეს მეცახელი ну იზრდები აი წარმატება რა ასაკში წამოგეწია იცით რა როდესაც 14-13 წლის ასაკში ვიყავი როცა სტუდია რობერტ ბარძიმაშვილის ალბათ გახსოვთ ბარძიმაშვილი შემდეგ ხო დაიშალა ეს გარდაიცვალა ბატონი რობერტი და მაშინ მივედი მანდ ჯგუფში ხეროდი და იქიდან მქონდა რაღაცა კონცერტები რაღაცა ანუ უფრო იქიდან დაიწყო მაგრამ უფრო სერიოზული რაღაცა ისეთი რაც იყო ჩემ საწყისი ეს იყო როდესაც ანრი ჯოხაძემ დამიწერა სიმღერა გავაკეთეთ ჩავწერეთ რა თქმა უნდა ძალიან კარგი სიმღერა და 2006 წელს მეგას დაჯილდოვებაზე წლის აღმოჩენა გავხდი და იქიდან უკვე შესაბამისი რაღაც კონცერტები წამოვიდა რაღაცა კლიპიც გადავიღეთ და ნუ ასე რომ ძალიან საინტერესოა ანრი შენ და ანრიმ რა ტექსტი დაგიწერა ანრიმ დამიწერა ერთ-ერთი სიმღერა რომელიც სიმღერაც ახლა დღესდღეობით უკვე რადიოშიც ტრიალებს ანუ რამოდენიმე რადიოში და სხვათა შორის ახლა გაზაფხულზე ქართულ ხუთეულში მოხდა და მე პოპ ათეულში გადავიდა და პოპ ათეულშიც პირველ ადგილზე გავიდა ანუ რაღაც წარმატებული სიმღერა გამოვიდა ჩემი პირველი სიმღერა ანრია სხვათა შორის მე მინდა ვთქვა რომ მაყურებელსაც დავპირდე თუ ანრი არ მიღალატა ორშაბათს მეყოლება ანრის სტუმრად ამიტომ იმედია არა მოღალატე არ არის ანრი თუ მე ალბათ მეც აუცილებლად უყურებ თქვენს გადაცემას ძალიან გამიხარდები სხვათა შორის თუ უყურებთ იმიტომ რომ მაინც ახალი შექმნილი ტელევიზია ჩვენი პირველი ნაბიჯებია ფართო საზოგადოებაში და ერთი მაყურებელიც კი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მე მაინტერესებს ვეკო აი რა სტილის სიმღერებს მღერი უფრო იცით რა დღესდღეობით რაც მჭირდება არა რასაც უფრო ვიყენებთ ანუ ესე რომ თქვა საერთოდ ყველანაირი სტილის და ჟანრის სიმღერებს მღერი ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და ისე კლუბურ სიმღერებს უფრო იმიტომ რომ რაღაცა კონცერტები რაღაც ივენთები მე YouTube-ზე ვნახე შენი ასე ვთქვათ სიმღერები ძალიან ანუ კი მქონდა მონასმენი მაგრამ აი სცენაზე როგორ მღეროდი ის არ მქონდა ნანახი სამწუხაროდ ვერასდროს ვერ მოხვდი შენს კონცერტზე იმედიაცი მოხვდები უფრო დავინტერესდები და უფრო მეტ ინიციატივას გამოვიჩენ რომ მოხვდე იმ კონცერტებზე და სხვათა შორის შემომჩნია რომ უმეტესწილად Night Office-ში და ესეთ ადგილებში ხო Night Office-ი არის City Club-ი არის ადრე იყო Villa Lounge-ი ხა არის Apriori Spark-ში უმღერო აი რაღაც ბევრი კლუბებია სადაც ნუ ესე მომღერლები
ერთად ვიკრიბებით და არის რაღაცა, ანუ ეხა იყო ბოლოს მქონდა უკვე კონცერტი, სხვათა შორის დღეს რომელსაც შეგისრულებთ, იმ სიმღერის პრეზენტაცია დაემთხვა და დაიგეგმა ესე. მისტერ და მისტერ თბილი, ანუ ის თბილისი 2013 წელი ეხლა ვინც გავიდნენ გოგონა და ბიჭი, ჩატარდა. ხო, ჩატარდა ქორთით მერიოჩი და after party გქონდა City Club-ში. და ბოლოს უკვე იქ გქონდა კონცერტი. მე მაინტერესებს რა. ვეკო ღერი. მაგრამ თვითონ ვეკო რა სიმღერებს უსმენს. აი თქვა სიტყვაზე რაღაცაზე. ვეკო უსმენს, აი როგორ გითხრა, რაც გემოვნებიანი. ნუ არ ვიცი ხა შევისთვის როგორ ყოველს თავის გემოვნება აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს ყველა კარგი სიმღერა და ყველაფერს ვუსმენ, რაც კი სასიამოვნო მოსასმენი. აი განსაკუთრებულად არაფერს, მაგრამ ნუ ზოგადად ყველაფერს. ძალიან კარგი. მოდი სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალ, გამოვაცხადებ ისე ჩვენი ეთერის ნომერს. თქვენ შეგიძლიათ მაყურებელს მიუმართავ რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 235-30-13-07 და ვეკოს დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა. ან მოგწეროთ SMS-ი 9-13-49-41-9-55-00. ვეკო, მე მაინტერესებს. დღესდღეობით როგორც შენ ერთ-ერთი წარმომადგენელი ქართული ესტრადის და შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ამომავალი წერტილი. ნუ, გაკეთებთ. კარგია, მადლობა. მე სხვათა შორის აი Don't Stop სიმღერა რომელსაც მოგვიანებით მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებ პირდაპირ ეთერში. აი ძალიან მომეწონა. ეგ სიმღერა მე არ მქონდა მოსმენილი და აი მაგასთან დაკავშირებით გითხარი რომ Night Office-ში რომ იმღერია იმ მაგ სიმღერაზე ვამბობ. Don't Stop ძალიან მომეწონა. აი მართლა ქართული და ინგლისური რაღაც უცხოდ გამოვიდე და ხმაც რაღაც ეს იდეა დაგვებადა, ნუ ყოფილიყო რაღაცა ქართული ინგლისური, რაღაც მაინც ზოგადად დღესდღეობით არ ვარ განებურებული ეს რაღაც კლუბური, თან ქართული რაღაც ცოტა ენერგიული რაღაც იქ ბევრი რაღაცა იქ შესული იმ სიმღერაში და წამოვიდა აზრი რა, ნუ კობა მესხია მინდა აღნიშნო ეს სიმღერა, ვინც მუსიკის ავტორი კობა მესხია და ტექსტის ავტორი ვინც არის მარიამ ლიკლიკაძე, ძალიან დიდი შრომა ჩადეს, იმიტომ რომ ეს მართლაც ახალი შექმნილია და მართლა ჩემი ანუ არავისგან მოპარული ეს არ არის. და გამოვიდა მართლა კარგი ბოლოს. არა, მართლა კარგი გამოვიდა. მოდი მე ჩემ პროდიუსერს ვთხოვ, სანამ საუბრობთ, იქნებ მოამზადოთ ეკოს სიმღერა Egg Don't Stop. და აი 2 წუთში ჩვენ, აი მე მაცნობეს როგორ მზად არის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ნომერს 235-30-13-07. ეს ის ნომერია, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ეკოს კითხვები დაუსვათ, ან მოგწეროთ SMS-ი 9-13-40-49-41-9-55-00. მას ასე ეკოს სიმღერა თუ შეიძლება. I want
უფ. ძალიან მაგარი იყო. მე მაგალითად მომეწონა და თუ ვინმეს მოგეწონათ, გადმოგვირეკე და გითხარით რომ მოგეწაგეთ ჩემო ოპერატორმა მანიშნა, ეხლა ძალიან მომეწონაო. მეორე არ გაჩერებულა მთელი სიმღერის მანძილზე ცეკვავ და მოკლედ კინაღამ კამერა გაგვიტეხა. კარგი. ხო, ნომერზე გახსენებთ, სადაც უნდა დაარეკოთ 235-33-07. იცით ეს რა ნომერია და რატო უნდა დაარეკოთ ამ ნომერზე და 933-40-41-19-00. შეგიძლიათ ამ ნომერზეც მოგწეროთ SMS-ები. მაშინ ასე დაგიბრუნდით და მე ძალიან მაგრად მომეწონა ეს სიმღერა, ხო ვამბობდი რომ მომეწონა მეთქი რა. აი გეუბნებით რომ მომწონს რა, აი პიც. მე მაინტერესებს აი რა მდგომარეობა დღესდღეობით ესტრადაში, ქართულ ესტრადაში. როგორ გითხრა ეხლა რომ გითხრა ცუდი მდგომარეობა არც ესე არ არის, მაგრამ თლად კარგი მდგომარეობაც არ არის, ნეიტრალურია რა ვიცი. და რა ჩვეულებრივად რომ მიდის ესე აი რაღაცა კი კონცერტებიც არის რაღაცა, მაგრამ ისი არა როგორც ადრე იყო. ეს მიყო პერიოდი ცოტა წლები მე არ ხა ჩემი მე ვარ მსმენელი თუნდაც ახლა წეგანიც აღნიშნეთ იყო ლელა წურწუმია ჯგუფის სახე ჯგუფი რაღაცა სეიშენი ასე შემდეგ ერთი სული ქონდა როდის წავიდოდით იმათ კონცერტზე და რაღაცა როდის რაღაცა გამოვიდოდ და ნუ ხო ხტები ან ალბათ ის იმის ბრალი იყო სხვა ნუ სხვანაირად ველოდებოდით დღესდღეობით ახლა კი არის რაღაცა ყველა კლუბში ვიღაც მღერის მე ხა ვიღაც არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი კარგი მომღერალი ყავს და უბრალოდ აი არ ვიცი ამდენი ნიჭიერი მომღერალი თვითონ საის როგორ უნდა გამასაკნან აი როგორ გითხრა რა ანუ როგორ უნდა ყველას თავისი ის უნდა ხო რა თქმა უნდა მსმენელიც ყველაფერი მაგრამ ზოგადად მაინც ცუდი არ ხდება არაფერი რა თქმა უნდა რომ იყოს უფრო მეტი საშუალება იმის რომ უფრო მეტი და უფრო საერთაშორისო რაღაც სერიოზული კონცერტები ჩატარდეს ალბათ მოდი ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავაგრძელოთ ან უბრალოდ დაკავშირებით საუბარი აუცილებლად ზარია პირდაპირ ეთერში გამარჯობა გისმენთ გამარჯობა თქვენ სტუმართან მაქვს შეკითხვა აი თვით თუ არა რომ ხართ უკვე საქართველოში ერთ-ერთი შემდგარი მომღერალი ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის და მაყურებელს აინტერესებს თulis თუ არა არის თუ არა თulis თუ არა თუ როგორ თქვა არის თუ არა ის უკვე საქართველოში ერთ-ერთი შემდგარი მომღერალი მე არ ვთვლი ნამდვილად რომ არა მე არ ვიცახი რომ მე ყველა მიცნობს და ზოგადად მე ვარ ისეთი რომ შემდგარი რა თქმა უნდა ალბათ ვარ მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ძალიან ბევრი მჭირდება იმისთვის რომ მთლიანად საქართველოს აღიქვას ჩემი შემოქმედება იმიტომ რომ რაღაცა არ არის ყველა იმის ხა შეიძლება თქვენ მოგწონს თქვენ საასაკში ვინც არის რაღაც მაგრამ არის ზოგადად საზოგადოება რომელსაც არ მოსწონს ეს რაღაცა კლუბური სიმღერა მე ერთ რაღაცას ვიტყვი ვისაც არ მოსწონს კლუბური სიმღერა წავიდეს დაჩაზე ჩართოს კლასიკა მე მაგალითად კლასიკა შეურაცხყოფას არ ვაყენებ აი ვაბოდებ კლასიკაზე მართლა ვაბოდებ იმიტომ რომ ის კლასიკა სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მაგრამ ჩართოს კლასიკა მე ვეტყვი აი მოცარტის ლაკრიმოსა რეკვიემი კაკრას გარდაცვალებასთან ახლოსაა და შეგიძლიათ დავждეთ და უსმინოთ სიცოცხლის ბოლომდე. ისე შეკითხვა რატო დასვეს? ალბათ რაღაცა ეს. მე რო ახლა არ ვფიქრობდე და ალბათ თქვენს რო არ თვლიდეთ რომ არ შემდგარი მომღერალი აქ არ ვიქნებოდი ამ სტუდიაში და იქნებოდა ვინმე სხვა მაგალითად ჩემ მოცეკვავე ოპერატორი. აი ეს. შემოვიყვანდი და დავიჯენდი მოცეკვავე ოპერატორს პირდაპირ ეთერში მაგრამ მე მინდა აღვნიშნო რომ მართლა აი რაღაცნაირად კარგ ხასიათზე დავდექი თქვენც აღნიშნეთ რომ უსმენდით ჩემი ორივე ოპერატორი ცეკვავდა მეც ავცეკვდი და უკნიდანაც მე მგონი უკან ხალხიც ცეკვავდა ძალიან კარგი აი განწყობაზე დაგაყენეთ კი ნამდვილად მართლა მე მაინტერესებს აი სიმღერის გარდა რა საქმეა სიმღერის გარდა ასევე ვარ event manager-ი, ანუ ვაკეთებ ივენთებს ხშირად. სხვადასხვა კლუბებში და უფრო ხშირად Villa Lounge-ში ვაკეთებდი, ახლა გადაკეთდა ნუ აპრიორი ქვია სახელწოდება.
ერთი პერიოდი მათ ისეთი სიტუაცია მქონდა ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა ყველაფერი მე ვიყავი მუშაობდი რაღაცა გენერალური მენეჯერი იქ ივენთ მენეჯერი რაღაცა ბოლოს ვეღარ გაუძელი და მაინც ვარჩიე რომ მეთქი მე მარტო მიკროფონი მომღერეთ და კონცერტებზე მატარეს მეტი არაფერი არ მინდა მაგრამ დღესდღეობითაც ხშირად ვაკეთებ ანუ ორგანიზაციას ვკეთებ ხოლმე ხშირად კონცერტებს ბათუმში აკეთებ ხოლმე კონცერტებს ეხლა კი გქონდა ეხლა კონცერტი სადღაც 2 კვირის წინ ჩამოვედი და ეხლა კიდევ 20-ის მერე ველოდებით იქიდან კი აუცილებლად მივდივარ მეც მე მინდა აქვე ტელევიზიაში ვთქვამ პირდაპირ რომ მე მინდოდა რა ვაპირებ გაკეთებას აუცილებლად კუსტბაზე მინდა გავაკეთო სვიმეა ფართი ანუ აი ძალიან მაგარი ფართი იქნება ოღონდ უნივერსიტეტების მასშტაბით მინდა ის გავაკეთო იმედია თქვენი თანადგომა მექნება რა თქმა უნდა ძალიან კარგი აუცილებლად სამომავლოდ რა გეგმები გაქვს სამომავლოდ მაქვს რა თქმა უნდა ბევრი კარგი გეგმები მაგრამ აი როგორ განხორციელდება მე ვეცდები ყველანაირად რომ ყველა ჩემი გეგმა განვახორციელო და სხვათა შორის ვაკეთებ იმას რაც მინდა ანუ თავარია მოვინდომო ეს მე ბოლომდე და სამომავლოდ ფიქრობ რომ ნუ ეხა კლიპზეც ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ნუ ახალ სიმღერების ჩაწერაზე რა თქმა უნდა ეს ცოტა ამ ბოლო დროს მოუხშირე ხშირ მალმალე ვწერ ხოლმე რაღაც მოდის ხოლმე ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა ხალხი უსმენს რეალურად რა ალბათ ხო რა ვიცი რა თქმა უნდა უსმენს მე ისე ვფიქრობ რომ კი არა ესეა მაგალითად ეხა ვიღაც მოდი ბრჭყალებში ვიღაც ალფა ვერ ჩაწერს იმ შემთხვევაში ხშირად სიმღერას თუ არ უსმენს ხალხი და მსმენელი არ ყავს მაგრამ ვეკო ამ შემთხვევაში ვეკო კონკრეტულად წერს ხშირად იმიტომ რომ ყავს მსმენელი უკვე სამი მსმენელი აქ შეიძინე ასე თქვა ძალიან კარგი მსმენელი თან მუსიკასთან შორს არა ვარ ძალიან მაგრად მიყვარს და ვუსმენ კიდეც აი გეგმებთან დაკავშირებით კიდევ მინდა ამ კითხვას დაუბრუნდე. აი, ალბომების გამოცემას ხომ არ აპირებ. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, მე ვიცი, რასაც აპირებ და როგორც აპირებ და მოსაზრებაც, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს ეს. არა. არა. და მე ჯერჯერობით არ ვაპირებ და თუ რა ვიცი, რა უნდა შეიცვალოს ახლა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა იმეც არ მოუკლა, არ მოვიკლავ რო არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის სურვილიც არ მაქვს, რომ რაღაც ალბომები გამოუშვა. და მე ვეტყვი მაყურებელს რატომაში. კი ბატონო. წამგებიანი ბიზნესია, არ გამოუშვათ ალბომები, ეს რომ ამერიკა იყოს. ამერიკაში, აი, ერთმა კაცმა რო ერთი ალბომი იყიდოს, არც ჭირდება ყოველ მე-10 კაცმა რომ იყიდოს, მილიონი ალბომი გაიყიდებ. თითო დოლარად რომ გაიყიდოს, უკვე $1,000,000, ანუ რეალურად შემოსავალი იზრდება. მაშ ასე ჩვენი ეთერი სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა და დასასრულში მე მინდა რომ კითხო აი რას უსურვებ ჩვენს ტელევიზიას აი ხო ჩვენს ტელევიზიას სიმართლე გითხრა მე მსმენია თქვენს ტელევიზიაზე ხა რო გითხრა რომ ხშირად ვზივარ და ვუყურებ ფაქტურად როცა რა მოქვს მაგრამ მე ხა ძალიან მომეწონა აი აქ სიტუაცია თქვენი აგერ ოპერატორების აქ ძალიან კარგი საზოგადოებაა ძალიან მიხარია რომ ესეთი ახალი კარგი ტელევიზია შეიქმნა ნამდვილად პოლიტიკურია ყველაზე მთავარი აი ეს არის მთავარი რა თქმა უნდა აი ესე მოგყავთ მომღერლები მოცეკვავები რაღაც უფრო ხელოვანი ხალხი კაია, ძალიან მომწონს, მე წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად, თუ უფრო და უფრო მეტად მოინდომებთ, რომ კიდევ და კიდევ გაწერა აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს დროის ფაქტორია. მშვენიერია, ძალიან კარგი. აუცილებლად. გისურვებთ, რომ წარმატებული ყოფილიყოს. ძალიან დიდი მადლობა. აი, ცეკვასთან დაკავშირებით გამახსენდა, მე რომ მოვედი აქ პირველად. შემოვედი, აი აქ დავჯექი. და უფროსი მეუბნება, აბა ადიქი და იცეკვეო. და ვიყავი დაძაბული ძალიან, ეხა პირველი დღე მაინც ჩემი პირველი ნაბიჯია ტელევიზიაში აქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯი და რო დავჯექი ჩემი ანუ დამფუძნებელი ვინცა მეუბნება რომ მოდი აბა ადიქი იცეკვეო და მე ვიყავი ორ გოგოსთან ერთად, სამ გოგოსთან უფროსად ერთად მოსული და ერთი ბიჭიც და იცეკვეო და გამიკვირდა მეთქი რატო ვიცეკვეო და მოკლედ ჩართეს მუსიკა გოგოებმა წამოხდნენ იცეკვეს გადადიან ყირაზე და მეც ამიყოლი ესე ხალხსაკო 15 წელი და წამოხდი მეც დავტრიალდი ვიცეკვე რაღაცა და ის დაძაბული ეს გაბრაზებული სახით დავჯექი გაღიმებული ძალიან ბედნიერი და რო ვკითხე რატომ აცეკვე მეთქი ბატონ გოჩას რატომ აცეკვეთ ბატონო გოჩა მეთქი და ეხა შენ სახეს შეხედო და წამოდიო როგორი მოდიო აი ეგრევე მივხვდი რაშიც იყო საქმე
აი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მოკლედ რისი თქმაც მინდა რომ ხალხი იყოს ბედნიერი და ცოტა ხნით პოლიტიკა დავავიწყოთ. მაშასე ეხა ჩვენ რეკლამაზე გავალთ და სულ 2 წუთში დაგიბრუნდებათ ვეკო და მეც სიმღერით. მაშასე ჩვენ კიდევ და ვიდობებით სიმღერით ნუ დაკარგავ მღერის ბეკო. კარგად ბრძანდებოდით მომავალ შეხვედრამდე. უმაგრესი სიმღერი ერთად ვიქნები დღეს უფრო მეტად ჭირდები შეგაწუხებს ფიქრები